გამარჯობა, დღეს ვისაუბროთ მაინინგზე და მაინინგის ტიპებზე. პულში არიან ჩართული მაინერები, რომლებიც ეძებენ ბლოკს, ანუ 154 ბლოკს, რათა მიიღონ ჯილდო 3 და 125 ბიტკოინი. მაინერი, რომელიც ამ ბლოკს ამოხსნის, ჯილდოვდება 3 და 125 ბიტკოინით. პულში ჩართვის პრიორიტეტი არის ის, რომ შენ მაინერი გარანტირებულად იღებ სარგებელს, თან იპოვი თუ არა ბლოკს. ეს პროცესი ესე მუშაობს. როგორც აღნიშნა, დღეს ბლოკის ჯილდო არის 3 და 125 ბიტკოინი. დღეს ბიტკოინის ქსელში ჩართულია მილიონობით მაინერი, მილიონობით მოწყობილობა, რომელიც იბრძვის ამ 154 ბლოკისთვის. იბრძვის მის მოსაპოვებლად, რათა ბლოკის ჯილდო მიიღოს თავად. ეს არის დაუნდობელი ბრძოლა იმ აქტივისტვის, რომელიც ლიმიტირებულია. ბლოკში არის 3 და 125 ბიტკოინი, მისი საბაზრო ფასი დღეს არის დაახლოებით $350,000. ანუ მაინერი, რომელიც ამ ბლოკს ამოხსნის, მიიღებს ჯილდოს სახით $350,000. თუმცა ეს ძალიან რთული პროცესია, მაინერები ხსნიან ბლოკებს, ეს არის რთული მათემატიკური განტოლება, ამიტომ პულის შექმნის მიზანი სწორედ იყო ამ მაინერების გაერთიანება და შესაბამისად პულში ჩართული მაინერი კონკრეტული სიჩქარით იღებს კონკრეტულ თანხას. რატო ხდება ეს? მაგალითად, ერთ მაინერს თუ აქვს სიჩქარე 100 ტერაჰაში, მეორეს 500 და მესამეს 50, თუ რომელიმე მათგანმა კონკრეტულმა მაინერმა იპოვა ბლოკი, ეს ნაწილდება თანაბრად 500-ზე, 200-ზე, 50-ზე, ნაწილდება პროპორციულად. ეს არის ძალიან დემოკრატიული გაყოფის პრინციპი, რომელიც ქსელში ჩართულ მაინერებს აქვთ. ეს არის უპირობო შეთანხმება, რომ შეიძლება ჩემმა მაინერმა 50-იანმა ვერასდროს ვერ იპოვოს ბლოკი, მაგრამ პული ვალდებულია და პულში ჩართული ადამიანები მას გაუყონ ის წილი იმ ბლოკიდან, რომელსაც ის კონკრეტული მაინერი აღმოაჩენს. მაგალითად, თუ 500 ტერაჰაშენმა მაინერმა აღმოაჩინა ბლოკი, ის ვალდებულია გაუყოს წილი, ვისაც 50 ტერაჰაში აქვს სიჩქარე. ანუ მილიონობით ადამიანი, მილიონობით მაინერი თან ხვდება იმაზე, რომ თუ მე ვერ ვიპოვე ბლოკი, სხვა გამიყოფს მას და თუ სხვა იპოვის ბლოკს, სხვა გამიყოფს მე. ეს არის ძალიან მეგობრული, დემოკრატიული აქტი და შეთანხმება ერთმანეთთან. აქ არ არსებობს ტყუილი, აქ არ არსებობს სრულდაპირება, ეს არის საჯარო ინფორმაცია და ყველას შეუძლია გადაამოწმოს, რამდენი ბლოკი გენერირდება ყოველ დღე და რამდენი მაინერი პოულობს მას. თუმცა არსებობს მეორე გზაც. მაგალითისთვის, თქვენ არ გინდათ ამ პულში მონაწილეობის მიღება. არსებობს solo მაინინგი, როდესაც თქვენ გამოიყოფით ქსელს, ჩართავთ მაინერს და თავად იწყებთ ბლოკის პოვნის პროცესი. ეს ძალიან რთული პროცესია, თუმცა აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენ ენერგიას ხარჯავთ, ჩვენ არ ვიღებთ ჯილდოს სხვა მაინერებისგან, ჩვენ არავინ არ ვიყოფს არაფერს, აბსოლუტურად საკუთარ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ თუ თავად აღმოვაჩენთ ბლოკს, ჩვენვე დავჯილდოვდებით და მის გაყოფა არავისთვის აღარ მოგვიწევს. ნებისმიერ მაინერს აქვს არჩევანის თავისუფლება, რომ გადაწყვიტოს თუ შეუერთდეს თუ თავად ამაინებოს. თუ პულში ერთობი შესაბამისად სხვა პოულობს ბლოკს და გიხდი შენ პულს, შენ ამ პულით გადიხარ მოგებაზეც და იხდი ელექტროენერგიის ხარჯს, მაგრამ solo mining-ის შემთხვევაში შენ გიწევს ელექტროენერგიის ტარიფის გადახდა და თუ შენ იპოვი ბლოკს, შესაბამისად შენ დაჯილდოვდები 3.125 ბიტკოინით. არიან მაინერები, რომლებიც solo mining-ით არიან დაკავებულები, ისინი პოულობენ ბლოკებს და ისინი ჯილდოვდებიან. Solo mining-ი პოპულარული ხდება გამდინარე იქიდან, რომ მაინერის ფასი დაახლოებით $1000-ია, მაგრამ დროსაც ინდუსტრიულ მაინერების ფასი 8-ჯერ და 10-ჯერ მეტია. ამიტომ არსებობენ ადამიანების კატეგორია, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, რომ იყიდონ ბიუჯეტური მაინერი და იყვნენ გამართლებაზე, რადგან სინამდვილეში ჩვენ მართლა არ ვიცით, როგორ, ვინ და რანაირად მოხდება ბლოკის მოპოვება. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ დღე-ღამეში გენერირდება 154 ბლოკი და 154 ბლოკისთვის იბრძვის მილიონობით მაინერი. ეს არის ძალიან დემოკრატიული პრინციპი, აქ არ არის შერჩევითი სამართალი, ჩვენ არ შეგვიძლია რომელიმე მაინერს მოვაგებინოთ ბიტკოინის ბლოკი, ეს ავტომატურად ხდება, ამას ქსელი აგენერირებს, ქსელი აკეთებს და ქსელში ჩართული მაინერი პოულობს ბლოკს.
ასე ხელს ვერავინ ვერ შეუშლის თუ თავად არ გააკეთეთ ეს. ანუ არ უნდა გამორთოთ ელექტროენერგია და არ უნდა გამორთოთ ინტერნეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მაინერმა დაიწყოს ბლოკის ამოხსნა და თქვენი ჩარევით მოხდეს ისე, რომ მან ვეღარ იპოვოს ბლოკი.